ესე უეჭველი შესაძლებელია რომელ სპორტში არის ესე გამოდიან ეს დაღესტანელები, ჩეჩნები და მთელ რაუნდებში ჩახუტებით იგებენ რეზულტატი მეტი არაფერი იციან. ხო, მაგრამ საქმე იმაშია რომ თუ კაცი შეუძლია რომ წაგაქციოს და გაგაკონტროლოს და ვერ იშორებს და ვერ დგები და იმაში ესე იგი სკილში ძალიან დიდი გარღვევაა და წინ არის შენზე მაგ კონკრეტულ სკილში და მაგაზე უნდა იმუშაო. არ უნდა მისცე იმის საშუალება რომ ეგრე გიქნას. მე ესე ვფიქრობ რა. ანუ წარმოიდგინე ახლა პროფესიონალი სპორტსმენი ხარ, სოფლიო ჩემპიონობაზე გაქვს პრეტენზია და კაც ვიღაც ტიპს შეუძლია დაღესტანიდან ჩამოვიდეს თიდან, ფაფახა მოიხადოს, დადოს და მოკიდოს ხელი, დაგაგდოს და ისე რომ ვერ ადგე. ანუ ჯოზი ალდოს რატო ვერ უშვებიან ესე? რატო ვერ უშვებოდნენ ვერაზროს? და სხვაებს მაქს ჰოლოვეის და ემებს. იმიტომ რომ ეგენი ვარჯიშობენ, ადგომაზე, მუშაობენ. გამიგე? ხო და თუ გააქვს პრეტენზია რომ მაგარი ხარ და პროფესიონალი ხარ და სოფლიო ჩემპიონობა გინდა და თუ სოფლიო ჩემპიონი ხარ უკვე და ასე შემდეგ არ უნდა მისცე ადამიანს იმის საშუალება რომ გაგაკონტროლოს 25 წუთი უნდა გქონდეს ბოდიში და იმის ტრაკი რომ არ გაგაკონტროლონ თუ გაგაკონტროლეს და კონტროლი წააგე всё წადი და უნდა იმუშაო იმაზე რომ არ გაგაკონტროლონ ძალიან მარტივია მესმის რომ მოსაწყენია მაგრამ